მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. მე ვარ მარია და დღეს გვექნება მედიტაცია თელემიტური მიდგომით ფინანსებზე, ფინანსური ენერგიის მოზიდვაზე, რომელიც ეფუძნება ნებელობის პრინციპს. ამიტომ ეს მედიტაცია არ არის უბრალოდ ფულის თხოვნა სამყაროსთან, არამედ ეს არის ენერგიის მიყვანა იქ, სადაც შენი ნამდვილი ნებელობა მოითხოვს. ეს მედიტაცია შეგიძლიათ ჩაატაროთ საღამოს ან მზის ამოსვლის პერიოდში. კარგი იქნება თუ ოქროსფენ სანთელს აანთებთ, ან თეთრ სანთელს. მოტავსდით კომფორტულად, მშვიდ გარემოში, სადაც ხელს არაფერი შეგიშლით. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ. ეცადეთ ზურგი გქონდეთ გასწორებული, სხეული მაქსიმალურად მოდუნებული და გონება განთავისუფლებული. ჩაისუნთქეთ ღრმად თეთრი ენერგია და ამოსუნთქვის დროს გამოუშვით მთელი ის დაძაბულობა, რომელიც შიგნიდან გაქვთ. ეს იქნება ფორიაქი, სტრესი, დაღლილობა. მოუშვით თქვენგან, გამოუშვით ამოსუნთქვის მეშვეობით. წარმოთქვით ჩუმად ან ხმამაღლა. Do what the willed shall be the will of the law. Love as the law, love under will. რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ წარმოიდგინე, როგორ შემოდის ოქროსფერი შუქი შენს თავში კოსმოსიდან. ეს არის სატურნისა და იუპიტერის და ასევე მზის სინთეზური ენერგია, მატერიალური წარმატების ტრიადა, რომელიც ქმნის ერთიან ენერგიას და შემოდის შენს სხეულში თავის გავლით. ახლა კი ყურადღება გადაიტანე შენი მზის წყნულის წერტილთან, მუცლის არეში, ჯიბთან, შენი ნებელობის და ქმედების ცენტრთან. წარმოიდგინე, როგორ ბრუნავს ოქროსფერი დისკო, მზის ბორბალი. თქვი, ჩემი ნება ნათელია და ძლიერი. ჩემი მიზანი ზუსტად ისაა, რაც უნდა იყოს. მე ვარ ღია ნაკადისთვის, რომელიც ჩემიდან მოედინება სამყაროში. ჩაისუნთქე ღრმად და ამოისუნთქე. ახლა გადაიტანე ყურადღება მულადჰარაზე, ფესვის ცენტრზე, პირველ ჩაკრაზე, რომელიც მდებარეობს შენს მუცლის დაბლა არეში, საზართულთან. ეს არის სტაბილურობის ადგილი, რომელიც გამყარებს შენს ენერგიასთან. წარმოიდგინე, როგორ ჩაედინება ამ ფესვში მიწის სითბო და ქმნის სიღრმისელ ფესვებს შენს ცხოვრებაში. წარმოთქვი, მე ვდგავარ მიწაზე მყარად, მატერია იმორჩილება ჩემს წმინდა ნებელობას. ახლა კი
ვიზუალიზაციებს წარმოიდგინე შენს თავზე ალქიმიური სიმბოლო, ოქროს შვიდკუთხედი, ჰეპტაგრამა, რომელიც ბრუნავს და ანათებს ჰაერში და წარმოთქვი. აბრაჰადაბრა, the reward of Rahur Quit. ეს არის თელემიტური მაგიური სიტყვა, რომელიც ნიშნავს ენერგიის რეზულტატს, ქმედების ნაყოფს. წარმოიდგინე, როგორ ჩამოდის ეს ენერგია ზემოდან, ოქროს წვიმის მსგავსად და მიედინება შენს ხელებში, ხელის გულებში და იწვევს სითბოს და ბოლოს ჩაედინება მიწაში. ეს ენერგია იქცევა ფინანსურ ნაკადად, რომელიც მოიზიდავს საჭირო რესურსებს, ადამიანებსა და შესაძლებლობებს შენს ცხოვრებაში. ახლა ჩუმად წარმოთქვი შენი ფინანსური ფორმულა. მე არ ვითხოვ ფულს, მე ვიწვევ მას, რადგან ჩემი ნება სუფთაა. ყოველი მონეტა არის ენერგია, რომელიც მიყვება ჩემს მიზანს. მე ვარ სამყაროს ხაზი, რომლის მეშვეობითაც დინება ხდება. დაისახე კონკრეტული მიზანი, რისი მოზიდვაც გსურს, ეს იქნება კონკრეტული თანხა, ნივთი, ან თანხა სასწავლებლად, ან თანხა ბიზნესისთვის. და წარმოიდგინე, რომ ეს უკვე მოხდა. გრძნობ მადლიერებას და სიმშვიდეს. ახლა კი თქვი შენი ენერგიის გასაერთიანებლად და დასახურად. Love is below, love under will. So mote it be. გაახილე თვალები და ჩააქრე სანთელი მადლიერებით. როდესაც მზად იქნები, მოათვალიერე გარემო და ჩაიწერე შენი გამოცდილება, რომელიც მიიღე ამ მედიტაციის პროცესში. თითოეული განცდა, რომელიც გქონდა ამ დროს. თითოეული ვიზუალი, რომელიც წამოგივიდა ამ დროს. ეს შეიძლება იყოს გზავნილი შენი წმინდა ნებელობისგან, ან შენი უმაღლესი მისგან. რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ამ მედიტაციას შეუძლია ძლიერი მაგნიტური ველის შექმნა, განსაკუთრებით თუ ჩაატარებთ 3 ჯერ ზედიზედ, მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას. თქვენთან იყო მარია, ეს არის ტაროს ხელოვნების გვერდი. მე კი გისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით.